გეშინოდეთ მაშინ და გეშინოდეთ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მზე აღარ ამოვა, როდესაც ჟანგბადი აღარ დარჩება სასუნდგი. გეშინოდეთ მხოლოდ მაშინ. ვინც ჩემი ვიდეო მუქარად მიიღეთ, სადაც უბრალოდ გაფრთხილებთ იმ შესაძლო მოვლენებზე, რომლებიც ჩაფიქრებული აქვთ მსოფლიო მმართველებს ხალხის ასაწიოკებლად. ვინც იქიდან გაიგეთ რამე ისეთი, რომ მე თქვენ შეგაშინეთ. თითოეული თქვენგანი ხართ უმადურები ღმერთისა, უმადურები დედამიწისა, უმადურები მზისა, უმადურები ჟანგბადისა, წყლისა, ცხოვრების და სიცოცხლის. ღირს კი თქვენი გადარჩენა? ღირს კი თქვენი ნამდვილ სამოთხურ დედამიწაზე გადმოყვანა? ამ პასუხს თავად სამყაროდან დაველოდები. და თუ ღირს, გავაგრძელებ თქვენს დახმარებას. და თუ არ ღირს, ფოკუსს სხვაგან მოუმართავ. შეიძლება ვიღაცებმა თქვათ, რომ ვინ ხარო კი, მაგრამო, თუ კიც არ მომართავო, იჭინკაოთ, იცინოთ, ილაზღანდარაოთ. სად იყავიო აქამდეო? ღმერთი მაძლიერებდა. ბევრი ვინმე მაჩერებდა და მაკავებდა. მამა ჩემი მაკავებდა. იცოდა, რაც იყო ჩემი მიზანი, მისია, ჩემი გულის წადილი, ჩემი სულის ამოძახილი. დედა ჩემს უთხრა ერთხელ. მე ვიცი ამას რაც უნდაო. და მე ცდილობდა, რომ ხელი შეეშალა. ცდილობდა, რომ დავეცავი იმ პოლიტიკური მანქანისგან, რომელიც ძალიან ცოტა ხანში უკან დამედევნება. მაგრამ ჩემი ცხოვრება გარდაუვალია. ამისთვის დავიბადე. ხალხისთვის დავიბადე. დედამიწისთვის დავიბადე. და მამა ჩემი სამყარომ წაიყვანა. ნაადრევად 53 წლის ასაკში. ან 55 ზუსტად არ დამითვლია. არც ის ითვლიდა ხოლმე, მე რამდენი კლასში ვიყავი, არასდროს ახსოვდა და არც მე არ მახსოვს რამდენი წლის გარდაიცვალა. დიდი სიყვარული ჰქონდა მე და მამა ჩემს ერთმანეთის. ამის შემდეგ ჩემი მამაო ეცადა შევეჩერებინე. ვერ ვინ შემაჩერებს. ვერც სიკვდილი.